მოგესალმებით. დღეს აწოფში ვილი ჩემთან ერთად. დარბაზში მედივარ, თან მანქანა გავრეცხა და თან რაღაცაზე მინდა თქვენთან ლაპარაკი რა. ყოველ ჯერზე რამდენჯერაც რაღაცა ის პრობლემას გადავაწყდები მოსავლესთან YouTube-ზე მინდება ხოლმე რომ გავაზიარო და უფრო დეტალებში ჩავშალო და ვისაუბრო ხოლმე რა. დღეს ვილაპარაკებ ესე ვთქვათ იმის სურვილზე რომ მალე გინდა რომ შედეგი მიიღო რა. ძალიან ბევრ მოსავლეს აქვს ხოლმე ეს პრობლემა რომ უნდათ რომ მალე გააკეთოს შედეგი რა. ეს ბევრი რამისგან შეიძლება იყოს გამოწვეული, შეიძლება იყოს პირადი პრობლემებისგან გამოწვეული. ვიღაცა თვის უნდათ რამის დამტკიცება თუ გინდა ოჯახის წევრისთვის თუ გინდა საყვარელი ადამიანისთვის. ეს ასევე შეიძლება იქიდანაც იყოს გამოწვეული რომ ხედავენ ჩემს მოსავლეებს რომ ესე მალე, ზოგი გვიან, მაგრამ ზოგი მაგარ შედეგს და თვითონაც უნდა რომ მსგავს შედეგი ედადო. ამის გამო ის ფიქრით ეწყებათ ხოლმე რომ ეხა უნდა დავდო და უნდა ვიჩქარო რა. ამით თავიანთ პროცესს აჩქარებენ და ამ პროცესის დაჩქარებით იდეაში უფრო იგრძელებენ ამ გზას. რატომ არის ეს პრობლემა? ეს საქმე არის ინდივიდუალური საქმე. ანუ აქ დამოუკიდებლად შენ მხოლოდ იღებ გადაწყვეტილებას. ამ საქმეს თავისი ინდივიდუალური პროცესი აქვს. ყველა ადამიანი განსხვავებულია. ვერ წარმოიდგენთ რამდენი ადამიანთან მქონია ხალხო კონტაქტი და რამდენი ადამიანს მქონია განსხვავებული პრობლემები. აქ გამომდინარეობს არა იმისგან რომ რაღაცა ტრეიდინგი დაიწყეს და უცებ რაღაცა შეიქმნა, ეგრე გაკეთდა. არამედ იმისგან რომ ეგ არის პირადი ცხოვრების პრობლემები. პირადი თვითონ ურთიერთობაში როგორი ადამიანის არის, როგორი პრობლემების გაჩნია ზოგადად ცხოვრებისეულად ადამიანს, ის პრობლემები იჩენს აქ თავს. და ზოგს ეს პრობლემა აქვს, რომ უნდა რომ პროცესი დააჩქაროს. და ამ პროცესის დაჩქარებით რეალურად უფრო გვიან აკეთებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სიჩქარე აი იმ პროცესის დაჩქარება როგორც შენ პიროვნულად შეგიძლია ადამიანს, ხო? შეიძლება ეხა ვინმე თქვას რომ ჩემ შესაძლებლობას გადავაჭარბებო, მაგრამ ანუ შენი დრო, რავი, ღმერთს აქვს შენთვის დაგმილი ის დრო, როდესაც ეს ყველაფერი უნდა გააკეთო რა. ვერ დააჩქარებ მაგ ყველაფერს და პირდაპირ იმასაც გეტყვით ხალხო, რომ ის ხალხი, ვინც აი რაღაც დროში, დროს მნიშვნელობა არ აქვს, რაღაც დროში, რა დროში შედეგი აქვს დადებული, ხო? არავის არ უფიქრია იმაზე, რომ აი მე უნდა გავაკეთო ეს ხვალ, ზეგ, ერთ კვირაში, ერთ თვეში ან ორ თვეში. პირიქით, შენ თავს რა იმ დროებს უწესებ და აი ამ რაღაცა ჩარჩოებში სვავ შენ თავს, ხო? პირიქით უფრო ირთულებ ამით საქმეს. და რატო? იმიტომ რომ მოხდეს ისე, რაც დიდი ალბათობით შეიძლება მოხდეს ეგრე, რომ მაგ დროში ვერ გავაკეთო ეგ ყველაფერი. შედეგზე მაქვს საუბარი. ბევრად უფრო გული დაგწყდება, გული აგიცრულდება. და კიდევ უფრო მოგინდება ამ პროცესის დაჩქარება, იმიტომ რომ შენ იმ დროში ვერ შეძელი რა. იმ დროში რო ვერ შეძელი, ეს შეიძლება პრობლემა არც იყოს და ჩვეულებრივი პროცესის ნაწილი იყოს რა. ნუ ახლა რა თქმა უნდა რაღაც პრობლემებიდან გამომდინარე შეიძლება ყოფილიყო ეგ, მაგრამ თავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ შენ გინდა რომ შედეგი მალე მიიღო. რაც არ ხდება დღევანდელობაში. შეიძლება დღეს გულიშოვნა სხვა დროებთან შედარებით ბევრად უფრო მარტივია, მაგრამ ამასთანავე ძალიან რთულიც არის. სჭირდება დრო, მოთმინება, მონდომება. ამ ყველაფრის გარეშე არ გამოვა მსგავსი რაღაცეები რა. დროს რომ უწესებ შენ თავს, ხო? კიდევ დამატებით წნეხიც ქვეშ აყენებ რა. მე მოდი ჩემპიონად მაგალითს მოვიყვან, მე როგორ ვიყავი რა. დაჟე ხშირად ხონდა ძმაკაცებში ამაზე საუბარი, რომ ვინც იცოდა რომ ამ საქმეს ვაკეთებდი. რომ მეკითხებოდნენ რავი, რა შვები, როდის იზამ, შენი ზამთრის ხანში გამოვიდა მსგავს რაღაც კითხვებს მიისმევდნენ, ანუ ჩემი პასუხი იყო რომ მე მზად ვარ 2 წელი არაფერი შედეგი არ მივიღო, მაგრამ მაინც ვაკეთო ეს საქმე. ეს იყო ჩემი პასუხი რა როდის იქნება და როგორ იქნება, იმ პროცესს მე ვერ დავაჩქარებ. ვერ წუწუნს ვერ დავიწყებ და როცა იქნება. აი ეს მიდგომა იყო ჩემი რა. პროცესს ნუ აჩქარებთ. არც სხვების აზრს მოусმინოთ რა. არც ვინმე ყავდეთ აიდოლად და იმან ეგრე გააკეთა ეგეთ დროში და მეც ეგრე უნდა გავაკეთო. შენ შეგიძლია იმაზე ბევრად უკეთესი იყო რა. უბრალოდ შენი დრო წინას არ არის დაწერილი, უბრალოდ შენ მაგაზე არ უნდა იფიქრო, შენ უნდა იფიქრო ეხა პროცესზე და რაზე უნდა კონცენტრაცია პროცესზე რო სიცით, რომ შენი მაქსიმუმი გააკეთო. ტრეიდინგი, გვინდა არ გვინდა საბოლოო ჯამში, რაღაც დონეზე, მაინც ალბათობაზე არის დამოკიდებული და გეტყვით ეხა რა პროცესი არის ალბათობაზე დამოკიდებული. ეს არის რომ შენ ანალიზი გააკეთე, ტრეიდ შეხვედი, პოსტზე გახსენი, შენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმუმი გააკეთე, რა თქმა უნდა ეგრე უნდა გააკეთო, ხო? აი ამ მაქსიმუმის გაკეთების შემდეგ, როცა უკვე დააჭირა იმ ღილაკს და ტრეიდში ხარ შესული, ხო? მერე უკვე ალბათობაზეა დამოკიდებული რა მოხდება. მერე შენ მაგას აღარ აკონტროლებ და ჩემი ძალიან დიდი რჩევა, რაც რავი ძალიან დიდი ხანია ეს დამყვება ხალხო, რომ იმ რაღაცას რისი გაკონტროლებას არ შეგიძლიათ, რაც არის რომ ტრეიდში რო შეხვალ, შემდეგ უკვე ტრეიდ შესვლის შემდეგ შენ რაღაც გააკონტროლებ, მარკეტს შენ ვერ გაამოძრავებ, მარკეტ მეიკერებს შენ ვერ უბრძანებ ვერაფერს და ვერაფერს ვერ ეთქვი, ხო? შენ რისი აკეთება შეგიძლია მხოლოდ არის ის, რომ დაელოდო
ის რა ანალიზის გააკეთე, ან მოხდება, ან არ მოხდება. და რა უნდა ქნა შემდეგ? არ მოხდება? ჟურნალში ჩაიწერ. მოხდება? მაგასაც ჟურნალში ჩაიწერ, რა თქმა უნდა. ეს ჟურნალი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი თავი პროცესში ყავდეს რა, შენი თავი ყავდეს ტონუსში, ესე ვთქვათ, მოყვანილი რა. დისციპლინასაც გივარჯიშებს და ასე შემდეგ. ბევრ პრობლემას აგვარებ. აი ზუსტად ეგ პრობლემას, აი მაგალითად რომ შედეგის მალე მიღება გინდა, აი მაგ პრობლემებზე უნდა ელაპარაკო შენ თავს, აი მაგ ჟურნალში ზუსტად. ხა რადგან ჟურნალი გავაკეთე, მაგის გამო ველაპარაკობ, დიდი ხანია ჟურნალზე ესე ველაპარაკობ და აუცილებელია ზოგადად. ძლივს წესიერი გზით წამოვედი და ცოტა დრო მოვიგე. კიდევ რა უნდა მეთქვა? აი ძალიან მიგურს ბევრის რა. რომ ხედავთ, რომ სისტემატურად მსგავსი შედეგი გაქვთ, ანუ ცუდი შედეგზე მაქვს საუბარი, აკაუნტებს აფეილებთ. არ გამოდის ეს თქვენი უაზრო მიდგომები. გაქვთ რაღაცა პრობლემა და ვერავინ ვერ მეტყვის, რომ რაღაცა პრობლემა რო აქვს, იმ პრობლემას ვერ ხედავთ. არ ვამბობ ტექნიკურ პრობლემაზე, შეიძლება მარკეტზე არასდროს რაღაც წაიკითხე და მაგ პრობლემებზე არ ვამბობ რა. ეგ პრობლემა დიდი ხნის არ არის. ან მაგ პრობლემის მოგვარება დროთა განმავლობაში შეიძლება, იმიტომ რომ პირადად მე ვიცი, რომ თავიდან კითხები რომ მქონდა და ყველაზე მეტად ტექნიკურ ანალიზში რომ მიჭირდა, რომ ტრეიდი გამიხსნე კიდე თუ ცუდ ტრეიდი რომ გამიხსნია და პასუხი ვერ მიპოვია, დროთა განმავლობაში მაგ პასუხს იპოვი. მაგრამ მე იმაზე ვამბობ, რომ აი როცა ხედავ, რომ გაქვს მიდგომის პრობლემა. თან იცი როგორ ეგ პრობლემაა, იცი ეგ როგორც გვარდება, იცი როგორც უნდა მოგვარდეს, უბრალოდ არ უნდა გააკეთო. არაფერი ტრიკი, მოკალე გზა, მანდა არ არსებობს რა. იცი რომ პრობლემაა, იცი როგორ მოაგვარო, მაგრამ არ აკეთებ. მაგას რა ქვია? მაგას მე ვეძახი ხალხო უთანმოყარებას რა. მაგიტომაც არის ეს საქმე, რომ გვასწავლის ყველაზე მეტად პიროვნულ პრობლემებს და ამის მოგვარებისკენ გვიბიძგებს და თუ არც მოგვარდება, იგივე შედეგს მიიღებ, რა შედეგსაც მიიღებ. ხა წინ რო წავიდე, ძალიან საცობი იქნებანე და ამას რო არ დაუჯერო. დაუჯერო? აი დაუჯერებ. სულ წინ დავდივარ ჩემ. ჯიგარი ხარ ბრატ. გენდობი. თუ წინ წავიდე. გავრისკო. მე წინ გონია რა, იქ საცობი არ მგონია ამ ხელა იყოს წავედი. არა ჩიუტი ვარ რა. მაინც ავტობუსი ვარ და მე და შენი ფული სადა მაქვს, ჯერ მაგდენი არ მიშვევია. თქვენ სახლობებთან ამ პრობლემებზე საუბრით, პირიქით თქვენ თვითონვე აკეთებთ თქვენი თავისთვის ცუდს, იმიტომ რომ ამით ვიღაცასთან ფიქრობთ, რომ ვალდებული ხართ რაღაცაზე, რომ შენ დაუმტკიცო ვინმეს რამე და ის გავიწყდება ჩემი აზრით, რომ პირველ რიგში შენი თავისთვის აქვს ყველაფერი დასამტკიცებელი და შენ თავში რასაც ფიქრობ, რომ პრობლემა გაქვს და არ აგვარებ და იცი არ აგვარებ, იმიტომ რომ მაინც გინდა ეგ შედეგი ეგ მალე მიიღო, იმიტომ რომ სხვას დაუმტკიცო და სხვასთან გქონდეს ეგ ყველაფერი სხვას გაუხარდეს ესე ვთქვათ და შენ უფრო არა, ხო? აი ეს პრობლემა შენ თვითონვე შექმენი, იმიტომ რომ სხვასთან დაიწყე ლაპარაკი. თავიდან მე რო ეს საქმე დავიწყე, მშობლებს ახსნა რომ დაუწყე, ძალიან ცუდი ვქენი. პირიქით, ან ცუდი ვქენი და მე იმენას სულ გავჩუმდი. მე იმენა გავჩუმდი, ვაფშე არაფერი არ იცოდნენ, რას ვაკეთებდი და შეჯემს ინტერვიუში ვთქვი რომ ავიც შეიძლება ეს რაღაც კაი არ არის, მაგრამ უნივერსიტეტში რო დავდიოდი, ვიტყუებოდი, რომ უნივერსიტეტში დავდივარ, მეთქი არა რეალურად არ დავდიოდი, სახლში ვიჯექი და საქმეს ვაკეთებდი. პირიქით, თქვენი თავისთვის, ან მე რო გამეგზელებინა ახლა, რომ კიდე მელაპარაკა მშობლებთან და რაღაცა ჭყალებში აჩოტები მებარებინა, რომ რა პროცესში ვარ, რა მდგომარეობაში ვარ და რაღაცები პირიქით ჩემ თავს გავუკეთებდი ცუდს. ხანდახან ლაპარაკი კარგია, მაგრამ ზედმეტი ლაპარაკი არასდროს არ არის კარგი. ხა ეს გამატარებს თუ ზედმეტი ლაპარაკი არ არის კარგი. ამით უფრო ცუდს უკეთებ შენ თავს. გონია იმ დროს იმ მომენტში, რომ ის რაღაცა გაგიხარდეს, რომ ვიღაცამ დაგაწნაროს. ან თუ მით პროსტა რო ელაპარაკო და მოუყვე. გონია რომ ეგ იმ მომენტში კი ბაზარი არა, შეიძლება იმ მომენტში დაგაწნაროს რა, მაგრამ მე პირიქით ზოგ შემთხვევაში ხა გააჩნია რა თქმა უნდა ინდივიდუალური ვის უყვები და როგორ უყვები. პირიქით უფრო ცუდს უკეთებ შენ თავს. ყველაზე მაგარი რაღაც არის, რომ შენთვის იყო, ჩაუვიჯდე ამ ყველაფერს შენთვის და როცა დრო მოვა, მე მოყვა ეგ ყველაფერი. მე მოყოლოს არ მოგიწევს, თავისით იქნება ეგ ყველაფერი ნაჩვენები, ეგ შედეგი რა. დღემდე ჩემი ოჯახის წევრებისთვის დღემდე არ მომიყოლია კონკრეტულად რას ვაკეთებ. დღემდე არ მომიყოლია. დაინტერესებულან მithქვამს ელემენტარული, ოღონდ ეგ დაინტერესება თან დიდი ხნის მერე მოყვა, იმიტომ რომ მე არ ვლაპარაკობდი საერთოდ არაფერს რა. სამსახურიდანაც რო წამოვედი,
წამოდი ვთქვი, რომ რაღაცას ვაკეთებდი და აღარ მჭირდებოდა ეს სამსახური პირდ ხელს მიშლი და უფრო. აი, ეს იყო და ეს. დეტალურად დაჟე არც მიყვარს საუბარი, ყველასთვის ახსნა, რომ აი მაგათაც ტრეიდერი ვარ მე. დაჟე რამე ისეთ სიტყვებს ვიგონებ ხოლმე, რომ ვერ მიხმე ვაფშე რომ ტრეიდერი ვარ. თავიდან მქონდა ფინანსური მარკეტის ანალიტიკოსი. აი, მსგავს რაღაცას ვეუბნებოდი. მეც არაფერს. ეხლა ჩვენ გვინდა ანჯინ შეხვევა. თუ ის დავაგვიანე, ხიდან შევიდე. კარგი, ახლა მოდი ბევრ ლაპარაკს მოვრჩით. მანქანა გავრეცხოთ და ვარჯიშამდე 10 წუთი დარჩა. დარბაზიდანაც გამოვედით სიმონ. მენა ჯაზი არის. ამას უნდა მივიჭდეთ. ოპა. ჩი არ გამომიდა სამქანის. აურჩე, როგორ ჩანს გარეთქვის ვიდეო არ იქნება. მოდი აი ვიდეოებით დაგემშვიდობებით. მომავალში კიდე ძალიან მაგარი ვიდეო დაიდება და რა ვიღალ მე ყოველთვის თქვენ გვერდში მეგულეთ, ყოველთვის დაიდება ამ არხზე ისეთი ვიდეოები, რომ თქვენ ამ საქმეში დაგეხმაროთ და წინ ძაქციოთ და ყველას დავანახოთ თავიანთი თავი ამ ვიდეოებით. მადლობა ხალხ ყურადღების როგორც ყოველთვის და წარმატებულ ტრეიდინგს ისურვებთ.